მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, კარგ დღეს გისურვებთ ყველას. დღევანდელი გაშლა იქნება თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, რას ფიქრობს, რის თქმა უნდა მას და არ გეუბნებათ, ან ვერ გეუბნებათ. მოდი აბა ვნახოთ, ჩაიფიქრეთ თქვენი პიროვნება და გავიგოთ, რას არ გეუბნებათ ეს ადამიანი. მეგობრებო, ახლა თუ გაქვთ ისეთი ურთიერთობა, ან დასრულებული, ან დაპაუზებული ურთიერთობა, სადაც კონტაქტი არ არის, დანგრეულია ეს ყველაფერი, ადამიანი ჩაკეტილია, ერთმანეთისგან ხართ დაბლოკილები, ამ ადამიანს უნდა გითხრათ, რომ თქვენ მისთვის ხართ სიმშვიდის, როგორც სიმშვიდის და ჰარმონიის, ასევე ენერგიის და წარმატების მომტანი პიროვნება. ადამიანი, რომელთანაც უნდა ნაბიჯების გადმოდგმა, ფიქრობს ამ ყველაფერზე, უნდა ამ ურთიერთობაზე მუშაობა, თუმცა ამ წუთას ამ ყველაფერს ვერ გეუბნებათ. ან თავისი გადაწყვეტილებით არ გეუბნებათ, რადგან არ გაქვთ კონტაქტი. კიდევ რის თქმა სურს მას თქვენთვის. ეს ადამიანი ძალიან მეგობრებო, ძალიან ღრმა ემოციებშია, სერიოზულად უყურებს ამ ურთიერთობას, მარტო ემოციების ფონზე არ არის, საკმაოდ სერიოზულად აღიქვავთ და აღიქვავს ამ ურთიერთობას. მართალია, ახლა გაჩერებულები ხართ, არ გაქვთ კავშირი ერთმანეთთან, ვისაც არ აქვს მოკლედ კავშირი, მასზე რეზონირდება. მაგრამ ეს ადამიანი ამ ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ მიხვდა მოკლედ ამ ადამიანმა, რომ თქვენთან აკავშირებს უდიდესი გრძნობა, თქვენ ავსებთ ერთმანეთს და ეს ურთიერთობა მისთვის არის სერიოზული. შეიძლება არ აღიქვავდა ადრე იმდენად სერიოზულად, მაგრამ ამ დაშორებამ აგრძნობინა, რომ მისი თქვენდამი გრძნობები არის საკმაოდ ღრმა ემოციური კავშირი. ამ ყველაფერს არ გეუბნებათ ეს ადამიანი. კიდევ რა აქვს სათქმელი, რასაც არ იძახის, აბა ვნახოთ. არ იძახის იმას, რომ ამ ყველაფრის, ამ დაპაუზებული ურთიერთობის განულება უნდა იმუშაოს ამ ურთიერთობაზე, აღარ შეუძლია ეს ერთ ადგილზე გაყინულ მდგომარეობაში ყოფნა და უნდა რომ ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად გადმოდგას თქვენსკენ. მოდი აბა ამ წუთას კი არის ისეთ სიტუაციაში, რაღაც ტრანსფორმაციული სიტუაციები აქვს ადამიანს, რაღაცებს ცulis თავის ცხოვრებაში, ან თავის საქციელებში, ხასიათებში, რა ვიცი, ტრანსფორმაციული პერიოდი აქვს ძალიან ამ ადამიანს და თითქოს დინებას მიყვება, მაგრამ ფიქრობს ამ ყველაფერზე, რომ აუცილებლად გაანულებს ამ გაჩერებულ მდგომარეობას, იმიტომ რომ ეს უკვე აღარ შეუძლია და იმუშავებს ამ ურთიერთობაზე ბევრს. კარგი, აბა ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადმოდგამს. ესეც ვიკითხოთ. მოდი ამ დასტით ვიკითხავ მის ნაბიჯებს. რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი თქვენსკენ? როდესაც გამოვა კონტაქტზე, როგორ გამოვა? რას შემოგთავაზებთ? რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი თქვენსკენ? იცით როგორ
სიტუაციამდე მივა, აი ნაბიჯების გადმოდგმას რომ გადაწყვეტს, უკვე იქნება როგორ მდგომარეობაში, იცით? აი ბევრი ემოცია რომ დაუგროვდება და ერთდროულად რომ ამოხეთქავს, ვეღარ გაუძლებს ამ ყველაფერს და აი ამის ფონზე გადმოდგამს ნაბიჯებს. ძალიან ემოციურად და რა შემოგთავაზებთ? რითი მოვა? აბა ვნახოთ. შანსით, ახალი შანსი, ახალი დასაწყისები. აი უყურეთ. აბსოლუტურად ახალი დასაწყისი ენდომება თქვენთან. დასრულება აი ამ ცუდად ყოფნის, ცუდად არის ადამიანი ძალიან. და ენდომება, არ ვიცი ადრე როგორ იყავით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენთან ენდომება აი ესეთი ოჯახური სიტუაციები. სამი ტუზი ამოვიდა მეგობრებო, აი შანსები უნდა თქვენთან, აი ძალიან ჭირდება შანსები ყველანაირი, აი ახალი ფურცლიდან უნდა თქვენთან ურთიერთობის დაწყება, თითქოს შემოგთავაზებთ აი ამას, რომ მოდი ვითომ ეხლა გავიცანით ერთმანეთი და თავიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობა, დაივიწყე ეს ყველაფერი, რაც იყო ადრეო გეტყვის. აი ძალიან მიჯაჭვული არის თქვენზე და ამ განშორებამ ალბათ ფიქრობდა, რომ დაავიწყებდა ეს განშორება თქვენს თავს, მაგრამ არ გამოუვიდა ეს ყველაფერი. და მისთვის ხო, ფიქრობს, რომ სამართლიანი იქნება, თუ აი ამ ურთიერთობაზე იმუშავებს. და ასეთ თვლის, რომ თუ დაბრუნდება და აი რომ დაბრუნდება, შემოგთავაზებთ ამ ურთიერთობაზე მუშაობა ზუსტად. ადრე თუ არაფერს არ აკეთებდა ამ ურთიერთობისთვის, აი ახლა შემოგთავაზებთ იმას, რომ აი იმუშაოს თქვენს გაერთიანებაზე, იმიტომ რომ თქვენს გარეშე გრძნობს, რომ არ შეუძლია. თქვენ უდიდესი გავლენა გაქვთ მასზე, ხო, და აი ამ წუთას ისეთ მდგომარეობაშია, რომ საკმაოდ ცუდად გრძნობს თავს ადამიანი და თავიდან რომ გადმოდგამს ნაბიჯებს, შეიძლება ცოტა ესეთი манипуляციებიც გაურიოს, რომ თავის ქმედებებში რომ უცებ წამოგაგოთ ემოციებზე გამოგიყვანოთ რაღაცნაირად, იმიტომ რომ ხედავს ახლა რომ თქვენ არაფერს არ აკეთებთ მისთვის და ხვდება იმასაც, რომ თვითონ მოუწევს ყველაფრის გაკეთება ამ ურთიერთობისთვის, რომ რაღაცნაირად აღდგეს და იმასაც ხვდება, რომ ბევრი შრომა მოუწევს. მეგობრებო, ძალიან კარგი ამ ყველაფერს რომ ხვდება. წარმატებებს გისურვებთ, წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ, დროებით დაგემშვიდობებით. თუ მოგეწონებათ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ და მოიწონეთ ჩემი არხი. ჩემი ვიდეოები, რომ უფრო მეტად რეზონირდეს თქვენზე. ახლა დაგემშვიდობებით. დროებით